მუსხის ტურნირი 2009 ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. თამაშის პირველი მატჩი სოფლების მუსხისა და ურავლის საფეხბურთო გუნდებს შორის შედგა. დიდი ინტერესია ამ ტურნირს, ყველანი გახარებულია სოფელი და ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩემპიონები გავხდეთ, დასახული გვაქვს, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ძალიან კარგი ტურნირია, კიდე მიამატებენ უფრო ამის სიახლეს ამ ტურნირს, უფრო კარგიც იქნება. ეს ტურნირში მონაწილე ახალგაზრდა გუნდების ლიგა სასპინძის მუნიციპალიტეტით შეუერთდა. პროექტის ავტორმა და მენეჯერმა ნორჩი ფეხბურთელების ლიგა ჩამოაყალიბა. როგორც ირაკლი ქურდაძე აცხადებს, ტურნირის მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას და ჯანსაღი წესით ცხოვრებას ემსახურება. წელს მუსხის საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობს 8 გუნდი. ესენი არიან ძირითადად ახალციხის მუნიციპალიტეტის გუნდები, არის ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის გუნდებიც. ტურნირის მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ მოწოდება, ახალგაზრდობის ჩართვა აქტიურ ჯანსაღ ცხოვრებაში. წელს ამ ტურნირში ჩვენს ნორჩი ფეხბურთელები ჩავერთეთ. ძალიან მიხარია ამის გამო და ფიქრობ წარმატებას მივაღწევთ, არ არის თავარი გამარჯვება, აქ თავარია დამეგობრება, გამოცდილების მიღება და შემდეგ უკვე კარგი თამაში, რა თქმა უნდა. ტურნირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჯანსაღი მომავალი იზრდება, ჯანსაღი თაობა იზრდება, ძალიან მოხარულები ვართ, იმიტომ რომ ადამიანების აქტივებიან და ადამიანი თავის ჯანსაღ ცხოვრებას აგრძელებს. ტურნირის პირველ მატჩს მუსხისა და ურავლის გულშემატკივრები და ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. იმისათვის, რომ ტურნირის არეალი გაფართოვდეს და უფრო მასშტაბური გახდეს, სტადიონს ესაჭიროება სერიოზული რეკონსტრუქცია, აცხადებს პროექტის მენეჯერი. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მას დახმარება აღუთქვა. ახალციხის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად გვერდში უდგია მუსხის ტურნირს, არის როგორც სტადიონი მისახედი, ასე ვთქვა, დაუდგება მომავალში ამას აღმოხვის ამ პრობლემებს ყველანაირად. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და მაქსიმუმს გავაკეთებთ ყოველთვის ჩვენი პატარა ახალგაზრდებისათვის. ერთი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისაკენ პროექტის ფარგლებში მუსხის ტურნირი 2007 წელს მუსხის მკვიდრმა ირაკლი ქურდაძემ ჩამოაყალიბა, რომელიც ფარმაცევტულმა კომპანია ავერსმა დააფინანსა და მის ყოველწლიურ სპონსორად იქცა. ტურნირმა დაარსების დღიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. ამ სტადიონმა ახალგაზრდები მოწყვიტა ქუჩას და ცხოვრების ჯანსაღ წესში ჩართო. ტურნირის მიზანიც სწორედ ახალგაზრდების ჯანსაღი წესით ცხოვრებას ემსახურება. მუსხის ტურნირს ყოველწლიურად თითო საფეხბურთო გუნდი ემატება. წელს მასში 8 გუნდი მონაწილეობს. მათ შორის გამარჯვებული 2 კვირის შემდეგ ფინალურ თამაშზე გამოვლინდება.